თბილისში მტკვრის დაცვის დღე უკვე მე-19-ად აღნიშნეს. გარემოს დაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ეს მარტივია იზრუნე გარემოზე კამპანიის ფარგლებში მეტეხის ხიდის მიმდებარე არსებული სანაპირო დაასუფთავა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მოგვიანებით ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიული წარმომადგენლებმა წყლის სინჯებიც აიღეს. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მტკვრის სანაპირო ერთ-ერთია იმ 13 წერტილს შორის, რომელთა მონიტორინგიც ყოველთვიურად ხორციელდება. მტკვრის ამ მონაკვეთის დასუფთავების პროცესში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა მიიღო. ღონისძიების მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და წყლის რესურსების მოფრთხილება წარმოადგენდა. ამ ტიპის სიმბოლური აქციებით, რა თქმა უნდა, ვერ მიიღწევა მიზანი. უბრალოდ გვინდა რომ მივაქციოთ ყურადღება მოსახლეობისგან არის წარმოქმნილი დამაბინძურებლები ძალიან ბევრია, მათ შორის ძალიან ბევრია პლასტმასის ბოთლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო ხდება მდინარეში. ჩემი აზრით, სტუდენტებს ძალიან დიდი როლი უჭირავთ მსგავს პროექტებში ჩართულობის კუთხით და რა თქმა უნდა, მდინარე მტკვარი, რომელიც ძალიან ბევრ ბუნებრივ და ანთროპოგენურ ზიანს განიცდის, აუცილებელია დროთა განმავლობაში დასუფთავდეს. ღონისძიების ფარგლებში მტკვარზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯები აიღეს. სინჯების აღების დროს ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. არაორგანულ და ორგანულ დამაბინძურებელთა პასუხი კი 5 დღის შემდეგ გახდება ცნობილი. ადგილზე გაისაზღვრა 5 პარამეტრი, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები, რომლებიც ტრანსპორტირების შედეგად განიცდის ცვლილებას, ესე ვთქვათ. ეს არის pH-ი, ტემპერატურა, ჟანგბადი, მარილიანობა და ელექტროგამტარობა. ეს 5-ვე პარამეტრი ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. მტკვრის დაცვის დღე 1999 წლის 2 ივნისს დაარსდა და იქიდან გამომდინარე, რომ ის ტრანსსაზღვრო მდინარეა, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება. მტკვრის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მუდმივ რეჟიმში მუშაობთ ამ ზედაპირული წყლების მონიტორინგის თვალსაზრისით და დღევანდელი აქციის მნიშვნელობა არის საკმაოდ ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს. წლის განმავლობაში დაკვირვება 52 მდინარესა და 8 ტბის 116 წერტილში ჩატარდება, საიდანაც 16 პუნქტში კვლევები ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად უკვე განხორციელდა.